მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტამერი ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში, ასევე გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები. თქვენ შეგიძლიათ კრიპტობაზარი Facebook-ზეც მოძებნოთ, YouTube-ზეც მოძებნოთ, ნახოთ როგორც მიმდინარე გადაცემები, ასევე ძველი ჩანაწერები. მოკლედ, სამ გადაცემის პირველ ნაწილზე გადავალთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. აი QR კოდი გამოჩნდება, სარეგისტრაციო ლინკი გამოჩნდება, სადაც თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, გაიაროთ ვერიფიკაცია Bitnet-ზე და სულ რაღაც 5 ლარიდან უკვე შეისყიდოთ Bitnet-ზე არსებული ნებისმიერი კრიპტო და ასევე შეკითხვები თუ გექნებათ 24/7-ზე შეგიძლიათ მიმართოთ საპორტს. ასევე სიახლე არის Bitnet-ზე, Bitnet-ზე მოხდა განახლება პროგრამის და შესაბამისად აპლიკაციაც განახლებულია, ვებ აპლიკაციაც განახლებულია და თქვენ სანამ მოკლედ გადმოიტანთ ამა თუ იმ თანხებს, ნახეთ შეცვლილი იქნება მოკლედ მისამართების საფულის, ამის გადამოწმება არ დაგავიწყდეთ, არის კიდევ რამოდენიმე ნიუანსი დამატებული, რასაც ალბათ შეამჩნევთ, თუ არა და ამაზე უკვე შემდგომ კვირაში დეტალურად ვისაუბრებთ, როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამა თუ იმ სერვისით, მოკლედ მანამდე რაც შეიძლება აქტიურად გამოცადეთ პროგრამა და დაუკავშირდით მოკლედ Bitnet-ის საპორტს 24/7-ზე, რომელიც მუშაობს, თუ რამე შეკითხვა გექნებათ ამ მოგზაურობის დროს. ეხლა რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს, გადაცემის პირველ ნაწილში მიმოვიხილავ რამოდენიმე სიახლეს ტრადიციულად და დავიწყოთ პრინციპში პირველი სიახლეთ. პირველი სიახლე ეხება FTX-ის ამბებს და მოგეხსენებათ FTX-ი და ზოგადად Alameda ჰქონდა Solana დასტეიკებული, ძალიან ბევრი Solana ჰქონდა. მის ფლობელობაშიც ეხაც რჩება ძალიან ბევრი Solana და გუშინ 192,000 Solana-ს unstaking-ი მოხდა, რაც 45 მილიონს შესაბამისია. რატომ მოხდა ეს პრინციპში? თქვენ ალბათ იკითხავთ, რადგან როგორც იცით, FTX-ის დაზარალებული ადამიანები თანხების კომპენსაციას იღებენ და შესაბამისად ამ თანხებს გასტუმრება სჭირდება და ეს შემდგომი ტრანში მოკლედ არის 31 სექტემბერს. ვინმე თუ ხართ 30 სექტემბერს, ვინმე თუ ხართ ჯგუფში თანხის მომლოდინე დაწერეთ, მოკლედ როგორ სწრაფად რიცხავენ თანხებს, რიცხავენ თუ არა საერთოდ მანამდე სანამ ეს თანხები დაგერიცხებოდათ რეგისტრაცია უნდა გაგევლოთ თქვენ, რამოდენიმე ასე ვთქვათ ინფორმაცია იყო მისაწოდებელი, ამას ძალიან ბევრი შეკითხვა იყო თავის დროზე და სხვათა შორის კვლავაც რჩება დაახლოებით 4.18 მილიონი Solana Solscan-ზე და Twitter-ზე დევს პრინციპში ეს სტატია, სადაც Solscan-ზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ Alameda-ს და FTX-ის მისამართი, სადაც დარჩენილია კიდევ Solana და ბუნებრივია ამათი დარიგებაც ნელ-ნელა მოხდება. თუ გადავალებთ თვალს, მოკლედ სადღაც 1.2 ტრილიონის პრინციპში 1.2 ტრილიონის აქტივი არის სულ მფლობელობაში Solana-ს კუთხით Alameda-ს ანგარიშზე და FTX-ის ანგარიშზე, სხვათა შორის საშუალო ფასი არის 114 იქიდან გამომდინარე, როდესაც მოხდა ამ თანხების, ასე ვთქვათ, გამოტანა და გაყიდვა, ეს ნოემბრიდან იწყება, 2023 ნოემბრიდან იწყება, პრინციპში 1 წლის შემდგომ რა ამბებიც მოვიდა FTX და ამის შემდგომ, როდესაც გამოქონდათ Solana, ნელ-ნელა ყიდნენ. ბაზარზე ეს როგორი იმოქმედა თუ არა, ეს თანხები უკვე რა თანხებზეც არის საუბარი, ხო, ადრე ჩვენ 4 წლის წინ, 8 წლის წინ, როდესაც ვისაუბრებდით რამოდენიმე მილიონის ეკვივალენტი დოლარის ეკვივალენტი coin-ის გაყიდვაზე, მაშინ იქნებოდა ხოლმე პრობლემა, მაგრამ ახლა ბაზარი იმდენად დიდი არის და პრინციპში ლიკვიდურობაც, Solana-ს ლიკვიდურობა მით უმეტეს დიდი არის, შესაბამისად მსგავსი მოძრაობები ფასზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, უბრალოდ მთავარი, ასე ვთქვათ, ამ სიახლის აღქმა როგორ მოხდება, როგორც Solana-ს აქტიურ მომხმარებლებში, ასევე იმ ადამიანებში, რომლებიც Solana-ს აქტივით ვაჭრობენ და ეს მიმართულებიც ამ კუთხით საინტერესოა, ასევე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაწერეთ კომენტარებში თუ ხართ ის ადამიანი, ვინც
ასე ვთქვათ, დაზარალდით FTX-ის ამბიდან, დარეგისტრირდით და ელოდებით კომპენსაციებს. საინტერესოა სხვათა შორის კომპენსაციების დათვლა სამწუხაროდ როგორც მე ვიცი მოხდა იმ ასე ვთქვათ აქტივების იმ ფასთან მიმართებაში რა ფასიც იყო 2022 წლის ნოემბერში. ეს ცალკე კიდევ პრობლემა არის ალბათ გახსოვთ რომ 2022 ნოემბერში ფაქტობრივად ყველაფრის ფასი ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო გამონაკლისი პროექტების გარდა რამე სიძლიერისგან გამომდინარე არა. თუმცა ვიმედოვნებ რომ მსგავსი შემთხვევები რა თქმა უნდა არ მოხდება და შესაბამისად მოკლედ ასე ლოდინი არ მოგიწევთ თანხებთან მიმართებაში და პრინციპში იმედი მაქვს ბოლომდე FTX-ი და Alameda თავიანთ გასაკეთებელს გააკეთებენ და დააბრუნებენ თანხებს. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს სხვათა შორის Chainlink-ს ეხება და Chainlink-ი პრინციპში ესე იგი Chainlink-ი ვიცით რომ არის ორაკლი რომელიც ასე ვთქვათ რეალური სამყაროდან მონაცემებს ანთავსებს blockchain-ზე ამის ვალიდატორი არის ამას ადასტურებს უთყუარობას და სისწრაფეს უზრუნველყოფს და ის სხვათა შორის ჰონკონგში მოკლედ იყო გამოცხადებული ასე ვთქვათ სუბსიდირების თანხები კრიპტო პროექტებისთვის არა უფრო ასე ვთქვათ ციფრული პროექტებისთვის და ამ ციფრულ პროექტებში ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას ლინკის გარდა ერთი იყო UPS-ი, რომელიც სხვადასხვა აქტივების ვაჭრობას უზრუნველყოფს, კრიპტოაქტივებზე არ არის საუბარი და DGFT, რომელიც ასე ვთქვათ ჭკვიან კონტრაქტებს აკეთებს და სწორედ ამ ორ კომპანიის ასე ვთქვათ ინფორმაციის გაცვლაში, შეერთებაში და შეკვრაში დაეხმარა Chainlink-ი, მათ მოიზიდეს თანხა, რათა საბოლოო ჯამში შეექმნათ ეს ციფრული პროდუქტი, რომელიც ასე ვთქვათ უფრო სწრაფს გახდის, უფრო სანდოს გახდის ამა თუ იმ ტოკენიზებული აქტივების გაყიდვას და ფაქტობრივად ინვესტიცია მოხდა რა რეალური სამყაროს აქტივებში, ეგრეთ წოდებულ RWA-ებში ეს ტენდენცია გრძელდება და როგორც რამოდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ, ამ ინფრასტრუქტურის ასე ვთქვათ მომგვარებელი ადამიანები, მომგვარებელი კომპანიები აქტუალური იქნება, რაც არ უნდა bear market-ი დადგეს, არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაციის გაცვლა, ინფორმაციის ბლოკჩეინიზაცია ხდება ისედაც, კიდევ ერთხელ ადრე ვისაუბრე და რილცებშიც ნახავდით რომ ფასის ასპექტი, coin-ის ფასის ასპექტი და პროექტის განვითარება ორი სხვადასხვა რამ არის. ასევე შევეცადე მომეძია ინფორმაცია რა თანხებზე არის საუბარი, რომ გითხრათ ინფორმაცია ესე მარტივად დიდოთ ხო ვერ გეტყვით, გადამოწმებელი არის კიდევ ეს ინფორმაცია, მაგრამ $64,000-ზე არის სადღაც საუბარი. რაც მოიცავს ამ გრანტს, ეს იმდენად მცირე თანხა არის, კვლავ გავაგრძელებ მოკლედ უფრო სანდო წყაროს მოძებნას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრინციპში სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის ინფორმაციის გადატანისთვის, ასე ვთქვათ, Aptos-ში მოხდა Chainlink-ის დახმარებით რაღაც ცვლილებები. Aptos-ი გემახსოვრებათ არის ყოფილი Libra-ს განაყარი პროექტი. Libra იყო Facebook-ის, ასე ვთქვათ, პროდუქტი უნდა ყოფილიყო, Meta-ს პროდუქტი უნდა ყოფილიყო კრიპტოში, მაგრამ ვერ მოხერხდა რაღაც მიზეზების და გამო და ამიტომ შეიქმნა ორი პროდუქტი, ერთი არის Aptos-ი, მეორე Sui. Aptos-ი უფრო ადრე ჩაეცშვა ვიდრე Sui და სხვათა შორის ეს იყო ჩემი აზრით ერთ-ერთი პრობლემა იმისა რომ Aptos-ი დღემდე არ არის პოპულარული, რადგან ცოტა ნადრევად მოუწიათ პროდუქტის ჩაშვება. Sui უფრო აქტიური იყო, მანამდე ბევრი ტესტნეტები ქონდა, ბევრი ექსპერიმენტის საშუალება მიეცათ მომხმარებლებს და შესაბამისად ამანაც იმოქმედა ამ პროექტის ფასზე და განვითარებაზე, თუმცა შემდგომ bear market-ში ან დაღმასვლის ფასები როდესაც დაიწყება, ვნახოთ რომელი კომპანია, ასე ვთქვათ, რომელი პროექტი გააგრძელებს განვითარებას, ეს Sui იქნება თუ Aptos-ი, რადგან Sui-სთან მიმართებაში რაღაც შეკითხვები არის, ან Sui-ის ეკოსისტემის ირგვლივ რამოდენიმე ისეთი პროექტია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება, სამწუხაროდ არაკეთებენ ხელმოსაჭით პროდუქტს და ეს შეიძლება ვიღაცისთვის პრობლემა იყოს, ვიღაცისთვის არ იყოს პრობლემა, მაგრამ უკვე Sui-ის გუნდიც რომ აქტიურად, ასე ვთქვათ, არეკლამებს ამ ხალხს,
ეს ცოტა სანდოობასთან მიმართებაში აჩენს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, სუის ჰაიპის ფასი და როგორც პროექტი ორი განსხვავებული რაღაცა არის და როდესაც აქტივით ვაჭრობთ ან აქტივის შესყიდვას ახორციელებთ, ესეც უნდა გაითვალისწინოთ, ანუ რა კუთხით ელით ამა თუ იმ აქტივის ფასის ზრდას და რამდენად რეალურია ეს ყველაფერი ამ კუთხით, ხო, ესეც უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, და შემდგომ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. სხვათა შორის ფასის კუთხითაც თუ დაგაინტერესებთ, ლინკი განვიხილოთ კომენტარებში თუ დაწერთ. და ესეთი სიახლეები მეტნაკლებად მოქმედებს ლინკისნაირ პროდუქტზე, რატომ? რადგან კიდევ ერთხელ როგორც თქვით, ადრე ლინკი საკომისიოდ უნდა გამოიყენონ, როდესაც ამ პროდუქტებს იყენებენ და შესაბამისად რაც უფრო ხშირად მოხდება ამ პროდუქტების გამოყენება, სადაც ლინკის ჩართულობა მაღალია, ალბათობა იმისა, რომ ფასი გაიზარდოს, არის შედარებით მაღალი ვიდრე სხვა სიტუაციებში. ასევე თუ ხვდებით, რომ ასე ვთქვათ, რეალური სამყაროს აქტივების ბაზარი შეიძლება მზარდი იყოს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა პროდუქტები, Fit Network-ი, მაგალითად, რომლის ფასიც გაიზარდა, იქიდან გამომდინარე, რა სიახლებიც იყო წინა კვირაში, ასევე სხვა პატარ-პატარა პროდუქტები, რომლებიც ახსნიან ყოველ შემთხვევაში ლინკზე და Fit Network-ზე უკეთ რა შეიძლება აკეთებდეს, ასევე Supra-საც აქვს პრეტენზია, მაგრამ ასე ვთქვათ, Supra-ს ამ ინოვაციას ჯერჯერობით ესე აქტიურად არ იყენებენ და თვითონ ეკოსისტემაში არის, თავის ეკოსისტემაში არის ეს დარჩენილი. ასევე Supra-ს საინტერესოდ ქონდა ახსნილი, ზოგადად Supra-ს ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობენ ორაკლები, Supra-ს ორაკლი მათემატიკურად როგორ ასაშვალოებს ამა თუ იმ მონაცემს, რამდენ წყაროს ენდობა და ამის ავტომატიზება როგორც ხდება და სხვათა შორის ეს სიახლე ახლა რაც დებს და რაზეც ვისაუბრე ჰონკონგთან მიმართებაში, სხვათა შორის ერთ-ერთი კომპანია ასე ვთქვათ, ავტორიზებულია სინგაპურშიც და ერთ-ერთი მიზეზი, რაც მოკლედ ამ სამი კომპანიის და პროდუქტის გაერთიანების და ერთად მუშაობის საფუძველი იყო ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და აქ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ კომპანიებისთვის შეცდომის დაშვება ხშირად ფინანსებთან არის ასოცირებული და შესაბამისად ალბათობა კი არა და პრინციპში გარანტირებული იქნება ის, რომ როდესაც მოხდება ჩენლინგის ინფრასტრუქტურის გამოყენება, ავტომატურად მოხდება ინფორმაციის გადატანა და შესაბამისად რისკების შეცდომის უფრო მცირე არის და ეს ავტომატიზებაც კიდევ თავის კუთხით, მოკლედ საბოლოო ჯამში იქაური ბაზრისთვის გაციფრულებს ამა თუ იმ აქტივს. აი ეს არის მნიშვნელოვანი და სწორედ აი ამ შეჯიბრში შეიძლება ლინკის გარდა სხვა პროდუქტებიც გამოჩნდნენ, ან უკვე გამოჩენილები არიან და უბრალოდ ჯერჯერობით ვერ უწევენ კონკურენციას. ესეც გასათვალისწინებელი, ან როდესაც შეარჩევთ ინდუსტრიას, ან მიმართულებას და ამ მიმართულების შიგნით აკეთებთ ანალიზს სიტუაციაზე, რა შეიძლება იყოს დომინანტი პროექტის კონკურენტი. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე სხვათა შორის გაერთიანებული სამეფოდან მოდის ეს სიახლე, საინტერესოა, მინდა გითხრათ და ამ სიახლეში გვაქვს ორი ნაწილი, ერთი არის პეტიციის ნაწილი და მეორე არის Coinbase-ის ნაწილი, მოკლედ. ეხლა დავიწყოთ პეტიციის ნაწილიდან, თქვენ შეგიძლიათ ახლა ეკრანზე ნახოთ. ახლა სტატია როდესაც დაიდო, პრინციპში 1000-ზე ნაკლები, ასე ვთქვათ, ხელმოწერა იყო, ეს ოფიციალურად გაერთიანებული სამეფოს, ასე ვთქვათ, საიტზე იდება, სადაც განსახილველად უნდა შევიდეს, მოკლედ, ჯერ ერთი სტრატეგიული უნდა გახდეს ზოგადად ბლოკჩეინის და სტაბილური კოინების, ასე ვთქვათ, ინოვაციები, შესაბამისი კანონმდებლობა უნდა მოხდეს. მე სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ ამერიკულ მოდელს აირჩევენ, თუმცა ჯერ უნდა შეგროვდეს 10000 ხელმოწერა და შემდგომ უნდა შეგროვდეს 100000 ხელმოწერა, რათა უფრო აქტიურად მოხდეს, ასე ვთქვათ, ამის განხილვა, მოკლედ გაციფრულებულია. ვადა არის 2026 წლის 3 მარტამდე. არც თუ ისე ცოტა დრო არის, 100000 ხელმოწერის შეგროვება ჩემი აზრით არ არის რთული, მაგრამ ცოტა ღიმილის მომგვრელია ჩემთვის, რომ რა ვიცი 8552 ხელმოწერა არის, აქ შემდგომ
განთავსებული აი ადგილებიდან გამომდინარე რომელი ადგილებიდან მოხდა უფრო მეტი ეკრანზე გამოჩნდება ხელმოწერა, ასე ვთქვათ, ესე დიგიტალიზებული, როდესაც იქნება და სხვათა შორის ესეთი ხმის მიცემები თუ იქნება, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი, უფრო დაცული სისტემებით გამიხარდება, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემებით თუ იქნება, ეგ არის რუკა მოცემული და რუკის და მიხედვით, ესე ვთქვათ, რამდენი ხელმოწერა არის. ძალიან ცოტა ხელმოწერაზე გვაქვს აქ საუბარი ფაქტობრივად, ხო? ანუ თქვენ შეგიძლიათ ქვევითაც ნახოთ, თუ რუკაზე მოძებნა არ გინდათ, მოკლედ პირველი მიზანი, როგორც თქვი, არის 10000 ხელმოწერა, შემდგომ მიზანი არის 100000 ხელმოწერა და თქვენ შეიძლება იკითხოთ საერთოდ რა შუაში არის აქ Coinbase. Coinbase არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც, ასე ვთქვათ, ამ პეტიციის ხელმოწერის მოგროვებას უწყობს ხელს და სხვათა შორის YouTube-ზე გამოჩნდა Everything is Fine, შეგიძლიათ ნახოთ ესეთ ვიდეო, სადაც პრინციპში მოცემული არის, მოკლედ გაშარჟებული არის ის სიტუაცია, რაც ხდება, მოკლედ იქ გაერთიანებულ სამეფოში და ასე ვთქვათ, ბოლოს მთავრდება ესეთი საინტერესო რაღაცით, ესე იგი თუ ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ შეცვალო. და აწერია ბოლოს Coinbase, ხო? ანუ რა ცვლილებებზე არის საუბარი, ეს ალბათ მარტივად გამოსაცნობია თქვენთვის. მსგავს კამპანიები კარგი არის, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს კამპანია. აი სიცხადეზე მაქვს საუბარი, ხო? სანამ სიცხადე არ იქნება ყველგან და ის სიცხადის აქცაც დაველოდეთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მანამდე ეს მუნდოვანება და ეს ასე ვთქვათ საქილიკო მასალები, ხელის წამოსარტყმელი კანონმდებლობები დარჩება, სადაც არ უნდა იყოს, ხო? ანუ აქ იმაზე არ არის ვინ ხვდება რა თანხა შეიძლება შემოვიდეს, ან ვინ ვერ ხვდება თანამედროვე პოლიტიკა ცოტა სხვანაირად მუშაობს ამ კუთხით ლობიზმისთან მიმართებაში, ხო? ახლა 8000 რაღაცა ხელმოწერის შეგროვება გაერთიანებულ სამეფოში კრიპტო ენთუზიასტების მიერ და როცა რამოდენიმე დღეა ეს ხდებს, არის ცოტა არ იყოს სასაცილო ჩემთვის, როდესაც მე მჯერა ყოველ შემთხვევაში რომ საქართველოში 10000 ხელმოწერის მოგროვებას და მით უმეტეს ციფრული ხელმოწერის მოგროვებას არაფერი არ უნდა, ფიზიკურ ხელმოწერაზე არ არის საუბარი. ანუ მე მინდა აგეხსნათ, რომ ჯერ კიდევ რა ადრეულ ფაზაში ვარ, ზოგადად ასე ვთქვათ, კრიპტოს გავრცელების და ხალხმა შეიძლება იცოდეს კრიპტოზე და უბრალოდ არც აინტერესებდეს, ხო? იცოდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, არც ინტერესდებოდეს ამით, რადგან ხელმოსაჭრით შეიძლება ვერ ხედავენ, ძირითადში რაზეც არის ხოლმე საუბარი არის ფასები, რაღაცის ფასი ავარდა, ანუ მეინსტრიმ, ასე ვთქვათ, მედიაში თქვენ ესე პოზიტიურ სიახლეს ვერ ნახავთ. აი ნახავთ, რომ ბიტკოინის ფასი 100000 გაცდა, რაღაცა X coin-ი მიუახლოვდა ამ დოლარს, ან რომელიღაცა ბირჟა გაკოტრდა და ისეთ სიახლეს, რომ აი ლინკმა რა ქნა რა ნაბიჯები გადადგა ან დაუშვა და აფრიკაში რა პრობლემები არის მოგვარებული, ასე ვთქვათ, ბიტკოინით, რა მაინინგს, რა რესურსები ჭირდება, რომელი ქვეყანა პირა, მოკლედ, მსგავსი სიახლეები ნაკლებად დევს, სხვადასხვა ეს ну mainstream медиის დამახასიათებელი ამბავია, სანამ ესე ვთქვათ აქტუალური არ გახდება, mainstream медиაში ერთადერთი ის იყო ტრამპი და მელანიას coin-ი, აი ტრამპმა გამოუშვა coin-ი და მსგავსი სიახლეები სამწუხაროდ ჯერჯერობით მაგ ფაზაში ვართ, სანამ კიდევ ერთხელ ბაზარი არ გაიზარდება და არ მოიცავს ამ ფინანსურადაც კი დიდები ვართ, ძალიან დიდები არ ვართ, მაგრამ დიდები ვართ, უბრალოდ ბევრ ადამიანთან არ არის ეს ინფორმაცია მისული და ამიტომ თუ გინდათ რომ ბევრ ადამიანთან მივიდეს, მოკლედ გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები, გადაცემები, ჩანაწერები, ან თუ ვინმე საინტერესებს ჯგუფში, ასე ვთქვათ, შეუძლია შემოვიდეს და ასევე თუ არის ვიღაც დამწყები დაინტერესებს კრიპტო კურსი, Pixel Academy-ში არის კრიპტოლომის კურსის, რომელსაც ავთო გაუძღვება და შეგიძლიათ მოკლედ გადახვიდეთ Telegram-ზე და ნახოთ მოკლედ ჩვენ ჯგუფში ძდებს, Pixel Academy-ის Facebook გვერდზე ძდებს, კრიპტობაზრის Facebook გვერდზე ძდებს და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ, ასე ვთქვათ, განათლება
თუ ხვდებით რომ არის რაღაცები რაც გაინტერესებთ უფრო მეტად და უბრალოდ ან დრო არ გაქვთ, ან რესურსი არ გაქვთ, ან ვერ მოუყარეთ თავი და უბრალოდ რამოდენიმე წლიანი გამოცდილება გინდათ რომ რაღაცა ორ თვეში მიიღოთ, რაც სავსებით შესაძლებელი. მოკლედ, გადაცემის პირველი ნაწილი პრინციპში სულ ეს იყო, გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც განვიხილავთ ფასებს, რა ფასები გვაქვს ბაზარზე, რა მდგომარეობა არის თუნდაც ბიტკოინის თავს, გადავხედოთ ახლა ჩვენ ჩარტს, ჩვენ გეგმას, პრინციპში გეგმა არც თუ ისე აგრესიულად იყო განხილული, წინა კვირას განვიხილეთ, ხო რაღაცები ახლა ეკრანზე გამოჩნდება ყველაფერი. მოკლედ დიაპაზონები ისევ ნახოთ, რამე საინტერესო ცვლილება მოხდა თუ არა ფასის კუთხით, მე ეჭვება პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ასე უფრო შევავიწროთ არეალი ფასის და მოცულობების კუთხით და განვიხილოთ ეს დიაპაზონი, რა დიაპაზონი შეიძლება იყოს საინტერესო ასე ვთქვათ ბაზრის მოთამაშეებისთვის პრინციპში ხო 118.000 არც თუ ისე უინტერესოა, ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ასე ვთქვათ სხვადასხვა ფასის ნახტომები სხვადასხვა futures კონტრაქტებზე, ამის მიხედვით აწარმოოთ თქვენი ანალიზი, ანუ ბევრნაირი ვარიაცია არის. უბრალოდ ბაზრის ჭრილში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კვირა როგორ მიმდინარეობს, ასე საპროცენტო განატკვეთის ამბები თუ არ ვცდები 5 დღეში იქნება, ხო? აგერ არის 5 დღეში, დიდი ალბათობით და ამას რა ვიცი. ძალიან ბევრი პროგნოზირებდა საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, მაგრამ არა ძლიერად, ასე ვთქვათ, 1 პუნქტით შემცირდება, ანუ 1 ბიჯით შემცირდება და წლის ბოლომდე ვარაუდობენ, რომ ორჯერ მოხდება ზოგადად შემცირება, ჩვენ თუ გადავხედავთ აქ, დაგვრჩება სექტემბრის გარდა ოქტომბერი და დეკემბერი. რაც საინტერესოა დეკემბერში, ანუ ოქტომბერში თუ არ მოხდა, დეკემბერში უფრო დიდი მოლოდინები იქნება და პრინციპში ეს განაპირობებს 25 წლის ბაზარი საბოლოო ჯამში როგორ დაიხურება თვის მონაცემი ნახოთ თვის ფასის მოძრაობა დავმალოთ ასე ვთქვათ ხო თვე პრინციპში არც თუ ისე ცუდად გაიხსნა როგორც წინა კვირას ვისაუბრე თუ იმის წინა კვირას ფაქტობრივად აგვისტო და ივლისი ესე იგი ივლისი იყო აღმასვლის თვე აგვისტომ ფაქტობრივად ის ასე ვთქვათ განვლილი გზა რა განვლილი გზაც ჰქონდა ამ პერიოდში ბიტკოინს უკან ჩამოვიდა ეს ფასები და სხვათა შორის ამ პერიოდში მოხდა სხვადასხვა ალტკოინის ფასის აღმასვლა რაც პრინციპში დომინაციის კლებითაც ვნახეთ და ვნახეთ ამა თუ იმ აქტივის ახალი მაღალი ნიშნულის დაფიქსირება როგორც მაგალითად BNB იყო ხო და პრინციპში ეთერიუმის მაღალი ნიშნულის დაფიქსირება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან არც თუ ისე დიდი დიაპაზონი გაერხვა. დაველოდოთ აქაც როგორ მოიქცევა ბაზარი, მოლოდინები ძირითადად მიმართულია საპროცენტო განაკვეთზე, ასევე ინფლაციის მაჩვენებლის მონაცემები დაიდო, სხვათა შორის უმუშევრობის დონე ამერიკაში ერთ-ერთ მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა, რამაც შეიძლება საბოლოოდ მაინც გააცოცხლოს, ასე ვთქვათ, რეცესიაზე საუბრებ, მოკლედ, ბევრნაირი სიახლე არის, გააჩნიათ თქვენ რომელი სიახლის მოსმენა გინდათ, ან სხვადასხვა სიახლე მაგიტო გითხარით ფასთან მიმართებაში მოლოდინზე. ეხლა ჩვენ და ტრადიციულად, რა ვიცი, წინააღმდეგობას პრინციპში ხედავთ, 18000-ის დიაპაზონი არის საინტერესო წინააღმდეგობა, აქედანაც შეიძლება ძლიერი მოძრაობა ვიხილოთ და ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, წინა მაღალი ნიშნული არის, აი 18-დან შეიძლება პრინციპში უკვე აი ამ დიაპაზონებს თუ გავცდებით, ფასის ამ დიაპაზონებს, აი 18-დან 19500-მდე თუ გადავლახავთ, შეიძლება ასე ვთქვათ, პატარა პარაბოლური მოძრაობაც ვიხილოთ, ასევე თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბევრნაირი ვარიანტი არსებობს ლიკვიდაციები, დაბალ ფასთან მიმართებაში, რა ზონებში არის ლიკვიდაციები, თუმცა კიდევ ერთხელ 108,000-ის ზონა რჩება ჩემთვის აქტუალური, არაფერი არ გამქრალა, 108,000-ის ესე ვთქვათ ფასამდე თქვენ მაინც შეგიძლიათ ნახოთ აი 112-ზე თუ ჩამოვიდა აქტივის ფასი, როგორ მოიქცევა ბაზარი. ეხლა ვნახოთ ბიტკოინის დომინაცია, იკლებს თუ არა დომინაცია თუ პირიქით იმატებს, ხო, დომინაცია ჯერჯერობით განაგრძობს კლებას, ვინც უყურებთ
კრიპტობაზარს პრინციპში იცით დომინაციის კუთხით რა დიაპაზონს ველოდები, ახლა გამოჩნდება. გაჭედა მე მგონი არა. ხო 54% პრინციპში აქ უკვე ასე ვთქვათ, განგაშის სიგნალი იქნება ჩემთვის არა მარტო ბიტკოინის ფასის კუთხით, არამედ ალტსეზონი გაჩნია, მოკლედ ამ შემთხვევაში ბიტკოინი რა ფაზაზე იქნება, ალტსეზონი ეჭ ქვეშ დადგება თუ არა, აქაც ბევრი საუბრობს, რომ აი ესეთ ალტსეზონს ვერ ვნახავთ, როგორც ადრე იყო. ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ადრეულ ალტსეზონებს რას ეძახიან, ანუ ადრე როგორ ხდებოდა რაღაც კოინის, ჯერ ტრადიციულად ეთერიუმის ფასი იზრდებოდა, შემდგომ ეთერიუმიდან თანხა გადადიოდა სხვადასხვა ალტკოინებში და ერთი ალტკოინიდან მეორე ალტკოინში გადადიოდა თანხა და ესეთი რამ შეიძლება ვერ ვიხილოდო. ამას ვერ დავითანხმები, თუ ვიღაცას ფული შოვნა უნდა და თუ ვიღაცას ბაზარზე მანიპულირება უნდა, კოინების გაზრდილი რაოდენობა ამაში ხელს არ შეუშლის პირიქით. გაჩნია როგორი ჭყვით შეარჩევენ ამ კოინებს, ჯერჯერობით ეს ზოგადად ნორმალურ მოთამაშეებზე, არანორმალური მოთამაშეების და ჩემთვის ერთ-ერთი ინდიკატორია, როდესაც ბაზარზე ჩნდება ძალიან ბევრი არაკეთილ სინდისე და არანორმალური მოთამაშე, რომელიც ფამფებს აწყობს და სხვადასხვა სქემ კოინებს აკეთებენ. ჯერჯერობით ეს ჰაიპი ისევ არ დაბრუნებულა, ეს ჰაიპი რამოდენიმე ხნით ქონდა ჩვენ როდესაც ინაუგურაცია მოხდა ტრამპის, სოლანა მაღალ ნიშნულს მიაღწია, იქ უკვე ტრამპის მიმკოინი ჩაერთო და ყველაფერი ერთად დაემთხვა. ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიმკოინების აღმასვლის პერიოდი და არაფრის მომცემი პროექტების აღმასვლის პერიოდი იყო ეს. ეხლა ვნახავთ ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში რა ჩვება, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, მინდა გითხრათ. ეს წინააღმდეგობა იყო, რომელიც პრინციპში ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ აქ, დავიმახსოვროთ ეს დიაპაზონი რა, ხო, პრინციპში ეს დიაპაზონი დავიმახსოვროთ უხეშად და დაველოდოთ მე რამდენად მოხდება, ასე ვთქვათ, ამ წინააღმდეგობის გარღვევა და შემდგომ შეგვიძლია, ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ რაკნათ ნახეთ, როდესაც ადრე გაქვთ ანალიზი გაკეთებული ამ თუ იმ პროექტზე და რაღაცას ეყრდნობოდა ეს ანალიზი, მოგეხსენება წინააღმდეგობა საყრდენის ან მიწოდება მოთხოვნის დიაპაზონები გექნებოდათ წარსულში და ეს მიწოდება მოთხოვნის დიაპაზონები სავსებით აქტუალური შეიძლება დარჩეს მომავალში, აი ამიტომაა რომ ამბობენ რაც ზევით ადის ის ყოველთვის ქვევით ჩამოდის და ის ასulis გაჩერებებიც ხო ასე თქვათ რა ადგილებში მოხდა დიდი შესყიდვები რა ადგილებში მოხდა ლიკვიდაციები ეს ყველაფერი რაც წარსულში იყო რელევანტური და აქტუალური ხდება და რჩება აწყოში და შესაბამისად ესეთ რაღაცებიც უნდა გაითვალისწინოთ ამ კუთხით ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში არ გამოიყურება ცუდად ანუ ასე ვთქვათ აღმასვლის ტენდენციას ინარჩუნებს ჯერჯერობით ეს არ მომწონს ასე ვთქვათ ეს გვერდული ხო აი ახლა ამ პერიოდში უნდა დაიწყოს მაშინ აღმასვლა წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდ ხანს მოუწევს და ფაქტობრივად ამ დიაპაზონზე თუ ჩამოვედით შეიძლება ასე ვთქვათ რაღაცა გეგმები შემეცვალოს ამ წყვილთან მიმართებაში ეხლა ვნახოთ Solana ბიტკოინი და Solana-ს ფასის ზრდა გრძელდება პოზიტიური სცენარით წავიდა Solana-ს ამბები ჯერჯერობით არ გავს იმ მოძრაობას რა მოძრაობასაც საუბრობდი როგორც შეიძლება კონდეს ეთერიუმთან მიმართებაში ეთერიუმს ბიტკოინთან მიმართებაში როგორც კონდა ეს წინააღმდეგობა გაირხვა და შემდგომი გაჩერება შესაძლებელია იყოს ეს აი ამ ნიშნულიდან ნახოთ რაზე გვაქვს საუბარი ხო 27%-იანი ზრდა ჩვენ დოლარში თუ ნახავთ Solana USDT თუ არ ვწდები 285 თუ რა Sol USDT ხო თუ არ ვწდები იყო რაც 300-თან მიახლოებული ხო 293-იც დავფიქსირები ანუ ჩვენ ტანით თუ ვიმჯერებთ კვირაში 250-ის ნიშნული იქნება საინტერესო კი და აქაც ლიკვიდაციებსაც შეგიძლიათ დააკვირდეთ სხვადასხვა ინდიკატორებს რასაც ვიყენებთ და ერთი ნახოთ PNB დანარჩენი კომენტარებში თუ გექნებათ შეკითხვები მაგ შეკითხვებსაც გავცეთ პასუხი აქ ცოტა გაურკვევლობა არის ჩემთვის თუმცა კიდევ ერთხელ აი წითელი ხაზი რისიც გვეშინო და ჯერჯერობით ასე ვთქვათ ჩვენ უფრო წინააღმდეგობასთან ვართ ახლოს ლოკალური წინააღმდეგობაც არის აქ
ვიდრე, ასე ვთქვათ, ამ წითელ ხაზთან, ასე ვთქვათ, რასთანაც მიახლოება, შეიძლება ბიარ მოკეთზე ძალიან ლოგიკური იყოს და პირიქით უფრო დაბლაც შემოვიდეთ. რატომ განვიხილავ ამ წყვილებს? ამ წყვილებს იმიტომ განვიხილავ, რომ არიან ადამიანები პრაქტიკულადაც, როდესაც ზოგიერთი ადამიანი დაუშვათ ბიტკოინზე ვაჭრობს და შემდგომ ბიტკოინიდან ცდილობს თანხები გადაიტანოს ალტკოინში, პირდაპირ აკეთებს ამას და მათი ინდიკატორები შეიძლება იყოს რამოდენიმე ალტკოინი, ერთ-ერთი ინდიკატორი, კლასიკური ინდიკატორი არის ეთერიუმი და Solana ცდილობდა რაღაცას რომ ჩაენაცვლებინა, თუმცა სწორედ ის რაც ტრამპის ასე ვთქვათ ჰაიპზე ვისაუბრეთ ტრამპ კოინის და მემე კოინების, სწორედ ამან არის ასე ვთქვათ ცდილობა იმის რომ რაღაცა შეეცვალა მაგკუთხით ბაზარზე Solana-ს. ეხლა ვნახოთ კომენტარები თუ გვაქვს თუ არა და წავიდეთ მოკლედ გადაცემის ბოლოში. ვნახოთ Facebook-ზე არ იყო, შევეცდები ახლა YouTube-ზე ვნახო კომენტარი. დღეს მე მგონი ინტერნეტის პრობლემა მაქვს. ვნახოთ აბა. თუ ასევე ჩანაწერს უყურებთ, მოკლედ ჩანაწერში შეგიძლიათ იკითხოთ და ჩვენ გაგცემთ პასუხს მარტო ასე ვთქვათ აწყოთ რომ ჩარტების განხილვა არის ერთადერთი უბრალოდ რომ ლაივ რეჟიმში არის ყოველთვის საინტერესო რაღაც მონახაზის დაგეგმვა ვცდილობ გახსნას მანამდე დაწერეთ კომენტარებში რომელ ალტკოინებს თუ ეხლა უყურეთ ან მომავალში უყურებთ რომელი ალტკოინები გაინტერესებთ რა მოლოდინები გაქვთ პროგნოზებით პრინციპში ხო რა პროგნოზი და მოლოდინი გაქვთ ამა თუ იმ აქტივზე და რა დროის პერსპექტივით უყურებთ. ბიტკოინი განიხილეთ თუ შეიძლება არც გამიგია ეს კოინი სიმართლე გითხრათ. ნახოთ CoinGecko-ზე ისეთ სახელია შეიძლება CoinGecko-ზე იყოს. არ ვიცი. Bio Protocols გულისხმობს თუ არა. არ ვიცი. ფასის კუთხით აქვს პრინციპში განსახილველი. სამწუხაროდ არაფერი არ არის, თუ რამე სერიოზული სიახლე არ გვაქვს. ასევე სანამ გადაცემის ბოლო ნაწილზე გადავალ, მინდა გითხრათ ერთი რამ, ვინც იყენებთ მოკლედ სესხებს, კრიპტოსესხებს, DEX-ებზე აქტიურად, მით უმეტეს სუის ეკოსისტემაში იყავით ფრთხილად, რადგან ამასიანად დაფიქსირდა ერთი საინტერესო ინციდენტი, ფასის კუთხით სხვადასხვა ბევრმა ხელი მოასწრო, ვინც შეძლო გაყიდვა. ამ პროექტზე 24 საათიან ლაივში გქონდა ჩვენ საუბარი. ეს პროექტი ჯერ კოინის დონეზე არ იყო. აი ხა გაჩვენებთ რა მოხდა და ეს გრძელდებოდა თუ არ ვცდები 5 წუთის განმავლობაში, არა 15 წუთის განმავლობაშიც კი. მოკლედ ესეთ რაღაც მოხდა, დალიკვიდურება მოხდა სესხებლების თანხის და კასკადურმა ლიკვიდაციებმა ამ კოინის ფასი არის ახლა $0.051 და რამოდენიმე წუთის განმავლობაში ეს კოინი ივაჭრებოდა კი სადღაც 0.4-მდეც, ხო, ფაქტობრივად რა მოძრაობაც იყო მანამდე, ასე ვთქვათ, 10 ჯერ გაიზარდა თანხა, ხო? სხვადასხვა რამოდენიმე აკაუნთი Twitter-ზე წერდა, რომ არ არის საკმარისი, ანუ მოთხოვნა დიდი იყო, მიმწოდებელები არ იყვნენ ბევრნი, თუ დააკვირდებით ამ წყვილს Deep Finance-ს შეგიძლიათ ნახოთ, თუ არ ვცდები წყვილს არა, იკას გასესხებას, აი ამ კოინის გასესხებას 100% აქვს და თუ ესე გაგრძელდა შეიძლება მოკლედ მსგავსი მოძრაობა იყოს კიდევ ერთხელ უბრალოდ აი აქ ესეთ ფასს რომ ნახავთ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ მაგ მომენტში რომ ყოფილიყავით შეძლებდით გაყიდვას თუ საკმარისი ლიკვიდურობა არ იყო ვინც დაგასწრებდათ ასე ვთქვათ სისწრაფით იმათი იქნებოდა ის თანხები და თუმცა აქ მეორე ტალღაც იყო რომელი ტალღაც ბევრისთვის შესამჩნევია ხოლმე, ესეთი აღმასვლის დროს კიდე ერთი პატარა ტალღა გვაქვს, რომელიც $0.75-მდე მერყეობდა, სადაც პრინციპში საინტერესო გადაწყვეტილებები. აი აქ უკვე ამ ტალღაზე პრინციპში მოესწრებოდა ყიდვა-გაყიდვები, ხო? აი ამ ტალღაზე ძალიან რთული, ამ ტალღაზე მოესწრებოდა. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ესეთ რაღაცები შეიძლება კარგი იყოს
აზრისთვის, თუმცა მსგავს მოძრაობას, როდესაც ნახულობენ სერიოზული ბირჟები coin-ებზე, შემდგომ არ ახორციელებენ, საინტერესო წინააღმდეგობა გვაქვს, შემდგომ არ ახორციელებენ მათ განთავსებას თავიანთ ბირჟებზე და ერიდებიან, რადგან მომავალ შეიძლება მსგავსი პრობლემა შეექმნათ. და ესეთ რაღაცები გაითვალისწინეთ მოკლედ, ანუ როგორც პოზიტიური შეიძლება იყოს და რაღაც იყოს ასე ვთქვათ იმ კუთხით, რომ შეძლოთ თქვენ ასე ვთქვათ თანხების შოვნა, ასევე სესხებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, მით უმეტეს ახალ ბლოკჩეინებზე. და ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. ახლა გამოჩნდება ეკრანზე, სადაც არ უნდა გვიყურებდეთ აღწერაში სარეგისტრაციო ლინკი, სადაც დარეგისტრირდებით ჩვენი რეფერალური ლინკით. გაივლით რეგისტრაციას, ავტორიზაციაც მარტივი არის და სულ რაღაც 5 ლარიდან თქვენ ნებისმიერი კრიპტო შეძენა შეგიძლიათ Bitnet-ზე. ასევე განახლდა ინტერფეისი კიდევ ერთხელ და თუ რაიმე საფულის მისამართი გაქვთ ჩამახსოვრებული, ძალიან გთხოვთ გადაამოწმეთ, სანამ თანხას შემოიტანთ Bitnet-ზე, რათა მოკლედ არ მოხდეს რაღაცების აღრევა ყოველჯერზე, რა თქმა უნდა, ეს მარტო Bitnet-ს არ ეხება, ნებისმიერ ბირჟაზე, სადაც რიხეცხავთ თანხას, გადაამოწმეთ ხოლმე და ასევე ახალ ინტერფეისში თუ რამე რჩევები გექნებათ, ან რამე მოგეწონათ და ან რაღაცის გარკვევა გინდათ, მოკლედ 24/7-ზე მუშაობს დამხმარე ჯგუფი, ეგრეთ წოდებული საპორტი, რომელიც მოგიგვარებთ ნებისმიერ პრობლემას. პრინციპში კრიპტობაზრის ეს პარასკევის გადაცემა სულ ეს იყო, მე შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებით დროებით.